10,000 კაცი რომ გამოდის აქციაზე ერთი მაინც ხო უნდა ხვდებოდეს რომ პაიკი არის პაიკი დაქირავებულ ოპოზიციაში მთავრობის მიერ იცი როგორი რამე არის აქციაზე რომ გადიხარ იმხელა ისე ოქსიტოცინდები ისეთი ისინი იღვიძებს შენში ხო ხდები ემოციები შეგრძნება აი ეს დაფასება ის რომ რამეს ნიშნავ ხო ხდები ის რომ აი გვერდში გიდგას ამდენი ადამიანი ხო ხდები რაც ოჯახში მოგაკლდა რა ეფრუვალიც და რამე აი მაგას რო გრძნობ მაგ დროს რომ აზრმა გაიაროს ეგრე წინადადებამ რომ იქნებ პაიკი ვარ ხო შეგრძნება იმდენად დიდია რომ მაგას გადაფარავს და მაგას მერე იმით ახსნი რომ კი შეიძლება იმათთვის მე პაიკი ვარ მაგრამ მე ხო ვიცი რომ პაიკია რომ აი შიზოიდებისგან ეს ხო ხსმენია მილიონჯერ რომ არა იმათთვის კი ვიცი რომ ეგ ვარ მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ეგ არ ვარ ეს არის სერიოზული ქოუფი რა ბრბოსი რომ იცოდეთ მე ხო ვიცი მაგრამ ეგ ცისარტყელიანები საბოლოოდ ვინმე მაზრზე ხო უნდა მოიყვანოს ცისარტყელიანებზე ასეთ რამეს გეტყვი რა ანუ ცისარტყელიანებზე ისევე როგორც ფემინისტებზე დიდად არ უნდა იდარტო იმიტომ რომ როგორც ფემინისტები გადაშენდებიან თან ამ საუკუნეშივე იგივე ემართება კონკრეტულ ცისარტყელა ხალხს ეგ გარანტირებული არის ანუ JF გაღიეპი რომ ყავდა სტუმრად ბიოლოგი იმანაც დაადასტურა ჩემი ეს მოსაზრება რომ ამ საუკუნეშივე უკვე გადაშენდებიან იმიტომ რომ არც შობადობა აქვთ არც არაფერი ხო ხდები ამიტომ მაგაზე დიდად არ ვიდარდებდი რა მთავარია რომ დიდი პოლიტიკური ძალაუფლება არ მოიგდონ და სანამ მაგას არ მოიგდებენ შეგიძლია რომ ისე დროს მიაბარო და რაღაცა დებატები მოაწყო ჩარლი კირკივით ქალია კაცია რა არის ქალი რა არის კაცი ხო და აი პირველ ნაწილს რაც შეეხება ბატონო ნიმს გასაგებია ნიკო მაგრამ წესიერი ხალხი ვერ ხვდება მაგდენს წესიერი ხალხი დიდწილად საქართველოში არის კომპრომისირებული ბევრი ასპექტით სამსახურით იმიტომ რომ ხო ხდები უნდა შვილებს აჭამონ რამე ეკონომიკური ფონით იმით ამით დაბალი სოციალური სტატუსის გამო წნეხი მთელი ამბები და ნუ მოკლედ რა ანუ მესმის ეგეც და ბევრი ხდება რა ვიცი ეგეთი ხალხიც ვინც ხდება წესიერია მაგრამ იქცევა ისე თითქოს ვერ ხდება და თითქოს არ არის წესიერი და ისეთი წესიერი ხალხი ვინც თან ხდება და თან მოქმედებაშიც აქვს ეგ და გააზრებულია და რამე ეგეთი ძალიან ცოტა